შეიძლება გეკითხო ზოგადად ხო გასაზე მანქანები გამოვიდნენ უღა შეუშვით ეს მანქანებს რა ელემენტარული დრატოარ შეიძლება რა მანქანა გამოვიდა გადაიჭირა შეგინეთ ჩაბია რა ვიცი მე რა შეიძლება პატარა ტერიტორია და ვერ ეტევა ხალხი მაგნი გამარჯობა თქვენ აქ ცხოვრობთ თქვენ აქ ცხოვრობთ? რა საწარმოაშენდა? რა საწარმოაშენდა? რა საწარმოაშენდა? წარმოაშენდა? ამ ეზოში ცხოვრობთ? იქით ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ არ ვიცით რა აშენდა. თქვენ არიცით რა საწარმოაშენდა? და ცხოვრობ და ჯერ ჩვენთვის რაც სამსახურში ვაზებიათ და არაფერი. მეტი მუშაობები არის და არავინ არაფერი არ იცის ჯერ რა არის აშენებული და რა არის. ხედავ თუ რაღაცა აშენდა რა არის. 99 დაკარგულთა ხანას დიდი რუკა იქნება. აი ამ გატყავების შენობაში რომ ადამიანი იცხოვრებს და სოციალურს მოუხსნიან, რამდენ ოჯახს მოუხსნეს სოციალური. რამდენ გაჭირვებაში რო იქნები და განცხადებას რო შეიტარო, გაზი არა გვაქვს ელემენტარულად. რამდენი წელია ვცხოვრობ და აი ამ შენობიდან, ამ გაზის ტრუბიდან, იმ გაზის ტრუბაში გაზი ვერ შემოიყვანეს და გაზ არ გვაძლევ. განა ვერ გვაძლევენ, არ გვაძლევენ. არ არის რუსთავის ბალანსი და რუსთავის მერია ვერ დაგეხმარება. ცენტრალური მთავრობაც ანალოგიურად გვეუბნება, რომ ეს უნდა გაიყიდოს, უნდა გასხვისდეს და შეგენ ცხოვრობთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ყველა მრავალშვილიანი მარტოხელა დედები და არ ვიცი, არანაირად არაფრად არ ფულიან და ბიულეტინებს არ იგებენ დიდი სამდი. ო, ხმა მოგვეცით, მეტი მათო არაფერი არ აინტერესებს, მარტო არაფერს არ აკეთებენ და 20 ოჯახი ცხოვრობს და არ დაინტერესებულა ამ 20 ოჯახის ფერით. შუქი არ აქვს, გაზი არ აქვს, წყალი ჩვენ არ აქვს. შეშიდან ჩეჩავდა ერთ ოთახში ცხოვრობ. თითო პატარა ოთახში ცხოვრობ. რომელიც ჩვენი არ არის და ამაზე გვეუბნებიან, რომ არ ვიცი, თქვენ რაც გინდათ ისქენით. ესე იგი ჩვენ არავინ არა ვართ და არ ვიცი არავის არაფერი არ უთქვია და არანაირი ინფორმაცია არ აქვს რა გაიხსნა ფაქტობრივად თქვენს ეზოშია ეს საწარმო გახსნილი გენაცვალი არის დაკეტილის სივრცე ახლოს არავის ახლოს არ უშვებენ არაფერს არ იძახიან ჩვენ ვხედავთ რომ ააშენეს რაღაცა მაგრამ არაფერს არ ეზო რომელი ეზოს იმედით რომ და ის ეზოს საგვარტო მანქანები გადიან გამოდიან არიან ერთი ამბავი ბავშვები ვერ გამოგვიშვენ ნორმალურად ეზოში და იმას არ გვეუბნებიან რომ წამოდით, მოდით, ნახეთ ელემენტარულად, იქნებ შეძლოთ მუშაობა, რომ თქვენ შვილებს საჭმელი აჭამთ. ვისაც ვეკითხებთ, რომ შემოდიან, არ გცემენ პასუხს. რომ შეხვდეს ხალხს და თურმე გეგმაშიც არა ვართ, რომ ხალხს შეხვდეს ღარიბაშვილი და თურმე პირველი პირია და აბა პრეზიდენტი რომელი პირია? ნული? რომელი პირია პრეზიდენტი? პირველი პირი არ იყო, მაშინ რომ ხალხს ხვდებოდა და ისე რაღაცა ხმა მინეცით დაუდექით გვერდში და ეხლა არც ერთი ოცნების კანდიდატი არავინ აბსოლუტურად არ მოსულა. არ შეგხმიანებია აბსოლუტურად არაფერში. არაფერში, მარტო ედენი მოვიდნენ თავიანთ სამსახური კამებისთვის და აიმხალა პრემიებისთვის. მეტი არაფერი, ხალხს არაფერი, აი იმ ხალა პრემია საერთოდ არ აღიღებდა, აი ამ დასახლებას ხომ მაინც ეყოფოდა რა, რომ ვიღაცა აეყვავებია და ამას არავინ არ მე-1 საუკუნეში გაზი რო არ გექნება და ბავშვი დილით სკოლაში რომ მიდის და საჭმელს რო ვერ გაუცხელებ ელემენტარულად, რომელ ცხოვრებაზე არის ლაპარაკი. ხოცებით სიცივიდა. შუქი ჩვენ არა გვაქვს. 1-2 შეშამ ხემოჩერი დაბალი რაღაცები და მარია ვიჩივლეს და გადასახადი დამინიშნეს. კიდე კაი სოციალური მქონე. ამანი ლექტორთან ვერ მიხვალ და მიზეზები ვერ მიდან. ამ ეცი მოიამათთან მიხვალ შენ? თავიანთ ხელფასები ჯიბები. აბა მიდი ჩავთვალე ინტრიგანად. ხო, შენ არ გინდა ერთი როგორ მიყურებ ერთი სამხრივად. რატო მიყურებ ეგრე?
რა არ მოწოს ერთი გამარჯვებინე მითხარი შენ დიალაპარაკე რა არ მოწოს რა არ მოწოს ჩემი დამოსვლები არ მოწოს დიახაც მითხარი და გიქცია კიდევ ნინო ვარ რობატი ვერ ამარტია ძალიან მარჯვადა ვარ ალბათ თვითონ არაფერი მიქცია ვიცი როდესაც იყურები და შენი ცალკრივი ყურება არ ჭირდება ჩვენ აი ყოჩა რა ყოჩა მაგარ თუ ესეთი თავრო აი ნახება სამსახურია სასწრებია საჭიროა და ზიან კარგად გენაცვალე მომკალეთნებდა ჩვენ აქარავინ არაფერი არა ეს რა ერთი ჯიბეებში ფული ჩაილაგო დიდი ჯიბეებში დათი ხალხი ბოიკოტ საერთოდ არც ერთი არ ამოგიწევს არაფერი რომელ პირველობაზეა ლაპარაკი? გენაცვალე საჭმელიცად, სასმელიცად ყველაფერი. ეხლა არჩევნები რო არის, 1-2 სიტყვა მაინც უნდა ეთქვა ხალხის. არჩევნების წინ მაინც არჩევნების წინ. ისე შევიდოთ თქვენ არ დაგლაპარაკებია. ველაპარაკა ეხლა ისე შესუსტურდა. ისე გადავიდა და ეხლა დაგველაპარაკა. ისე წავიდა ვერც დავინახეთ. იგივე დავიდათო, კაცო, რა გინდათო, ვერ მიყვალთო, ცუცკებთან ვერ მიყვალ, ამათ ლეტვებთან ვერ მიყვალ და ზახლებთან მიყვალ, აუები ეგენი, აუები გათახსირებული. კიდე კაცო, გადამწარები და ხმა აღარ მოიღო, კიდე აი ეს და მეცემ, აი ესე რომ მიდის ნაბიჯვა. იმან მითხრა ნეტა ამასო ნაციონალებმა რა გაუკეთა რომ ამდენს ლაპარაკობს. ნაციონალები მაინტერესებს. პატრულის უფროსი არა, მე ჩემი თავის უფროსი ვარ. არ მაინტერესებს. რაც უნდა კარგად დაიმახსოვროს ჩემი სახელმწიფო ნინო ვარ რობატი. შემოსულები ვართ, მაგრამ გაზი რამდენჯერ განწყდა. თბილისშიც კი მივწერეთ. სადაც თავის ხალხს დააყენებენ და ჩამოართვეს ხელს და გაუქნებენ ხელს, ყველანი კარგები არის. ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალები რა შუაში არიან? ჩვენ არავისკენ არ ვართ. ჩვენ ვის დავეხმარებოდა? აი პარტიაზე არა, აქ არის ადამიანობაზე ლაპარაკი. შედარებას რატო ვაკეთებ? იცი მაშინ აი ისე მაინც მოთხედავდნენ, გააინტერესებდა, გეკითხებოდნენ რაღაცას მაინც აი შეიძლება ბევრი თორა ცოტას მაინც იტყოდა ხო? ესენი არ ცოტა, საერთოდ არ ადამიანად არ გამარჯობა, ხელს მაინც აიწევდა ხოლმე. შუშა მაინც ჩაწია და ხელი მაინც დაუქნიე ხა. უძდერი. ღარიბაშვილი, ყოჩა ღარიბაშვილი რა, აი მიმიფურთხებია მაგის. ნამდვილად, კარგად დამიმახსოვროთ. მიმიფურთხებია მაგის ადამიანებისთვის ხალხს დღეს ვარ შეხვდა. აი აქ ამდენი ბავშვები გარეთ გამოსული. ველოდებოდით რომ ჩამოვიდოდა. როგორც მიშას ვენაც სვალე ნამდვილად რა, მაგაში მაინც იყო მაგარი. ხალხს მაინც ეფერებოდა, ხალ ბავშვებს ეფერებოდა. მიმიფურთხებია ღარიბაშვილი.